მართლ გუნდთან დებატებისათვის მზად არის ოპოზიცია. კოალიციას ცვლილებებისათვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ იწლებია მოუწოდებს ირაკლი კობახიძეს მასთან დებატებისკენ. ნაციონალურ მოძრაობაშიც მზად ყოფნას გამოთქვამენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურ დებატებს არა განცხადებები, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. დებატების შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ყურადღებას გაამახვილებენ როგორც კორუფციაზე, ასევე გაზრდილ ფასებზე. პარტია გახარია საქართველოსათვის წარმომადგენლები კი ოპონენტების გამოხმაურებაზე ამახვილებენ ყურადღებას და იხსენებენ საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გიორგი გახარიას გამოცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის უარყოფით განცხადებებს, თუმცა დებატებისათვის მზაობის შემთხვევაში გახარიას პარტიაც მზაობას გამოთქვამს. კონკრეტულად კობახიძეს წლებია ვეუბნები, რომ დაждდა და დამელაპარაკოს და უბრალოდ არ მჯერა რომ მას ამის ნებას დართავს ისი უფროსი. ამიტომ გუშინაც ჩემი პასუხი ეგ იყო, რომ ნებისმიერ კონკრეტულად მას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში მზადვარ რომ დავიჯდა დაველაპარაკო. დემოკრატიის აღდგენას და პოლიტიკური დებატების სრულყოფილ დაბრუნებას პირველ რიგში ჭირდება ოპონენტების გათავისუფლება, თუმცა ცხადია ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო ქართული ოცნების კორუფციაზე, მაღალ ფასებზე, იმ სოციალურ პრობლემებზე, რომელიც უკავშირდება ქართული ოცნების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც გაუძვირა ქართულ ხალხს ცხოვრება, რა თქმა უნდა, ამაზე ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, არაერთხელ გვითქვავს, ვიდებატოთ და არა მხოლოდ ვიდებატოთ, ვიკამათოთ იმაზე, თუ საწაიყვანა ქვეყანა ქართულმა ოცნებამ. ჩაკეტილი არის ყველანაირი დებატის სივრცე, არც ოპოზიციურ არხებზე მოდიან მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, დებატები უბრალოდ მოკლეს და ახლა გაახსენდათ, რომ თურმე ძალიან მნიშვნელოვანიაო რა დროს, რა პერიოდში, როდესაც გვაქვს ესეთი ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, როდესაც პარტიების აკრძალვას აპირებენ, როდესაც მედიას ზღუდავენ და ქვეყანა კორუფციაში იხრჩობა. ჩვენ შინაარსობრივად ვართ ყოველთვის მზად იმისთვის, რომ ნებისმიერ ამ თემაზე ქართული ოცნება დებატების კუთხით გავანადგუროთ. დისკუსიები, დებატები არის ყველა დემოკრატიული საზოგადოების ხერხემალი, ამიტომ ჩვენი მთავარი ინტერესიც და ამოსავალი წერტილიც ამ ინიციატივის საზოგადოებისთვის შეთავაზების იყო ის, რომ მაქსიმალურად ასთა ჭიდილში საუკეთესო იდეები, საუკეთესო გამოსავალი ამა თუ იმ პრობლემური საკითხიდან შევთავაზოთ საზოგადოებას. და ჩვენ მზად ვართ, ის იყო საზოგადოების დაკვეთაც ბუნებრივია და ჩვენ მზად ვართ ამ ტიპის დისკუსიებში ჩავერთოთ ყველა იმ ადამიანთან, ყველა იმ ოპონენტთან, რომლებიც გულწრფელად არიან დაინტერესებული ამ დისკუსიების, გულწრფელად არიან დაინტერესებული ქვეყნის უკეთესი მომავალით. ჩვენ ამ ბოლო წლების განმავლობაში მივეჩვიეთ რაღაც მონოლოგურ რეჟიმს და ძალიან რთულია, როდესაც თქვათ ერთას მოისმენ რაღაც საკითხთან დაკავშირებით და იქვე არ ხდება ოპონირება და რაღაცა 3-4 საათის შემდეგ განსხვავებულას მოისმენ და მე შეიძლება გაგრძელდეს სამი შეჯერება ერთმანეთთან. კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთის პირისპირ ხედან და თავის არგუმენტებს ასაბუთებენ. ან ერთმანეთის არგუმენტებს აბათილებენ. ეს არის ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ელემენტი. ამიტომ ჩვენ ამ ფორმატს უნდა დავუბრუნდეთ და საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება გაიაზროს ის, ვის რა მოსაზრებები აქვს, ან რა არგუმენტები აქვს ამის თაობაზე.